სიცოცხლის გადარჩენა თითოეულ ჩვენგან შეგვიძლია. მიუხედავად იმისა, რა პროფესიის ვიქნებით ჩვენ. უფრო მეტიც ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით კრიტიკულ მდგომარეობაში, შემთხვევით გავლენას ხშირად მეტი რამის გაკეთება შეუძლია, ვიდრე მოგვიანებით კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს. იმიტომ რომ კრიტიკულ მდგომარეობაში ხშირად დროის ფაქტორი ყველა დანარჩენზე უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასეთ კრიტიკულ მომენტში კი ყველა ადამიანისთვის უდიდესი ოცნებაა ისეთი შემთხვევითი გავლელი, რომელსაც შეუძლია კვალიფიციურად პირველადი დახმარება გაუწიოს მას. იმისთვის კი რომ ჩვენ კვალიფიციურად პირველადი დახმარების გაწევა შევძლოთ, არის სულ რაღაც ორი რამ საჭირო. პირველი რომ გქონდეს თეორიული ცოდნა, როგორ შევასრულოთ პირველადი დახმარება და მეორე არის პირველადი დახმარების ჩანთა. ეს არის ჩემი პირველადი დახმარების ჩანთა, რომელსაც ყოველთვის მანქანით თან ვატარებ. სიმართლე რომ გითხრათ, ამ ჩანთაში ბევრი ისეთი რამ მიდევს, რაც საბაზისო პირველადი დახმარების ჩანთაში არ არის აუცილებელი რომ გქონდეთ. აი დაახლოებით ასე გამოიყურება ამ ჩანთის შიგთავსი, თუმცა დღევანდელ ვიდეოში ვაპირებ მოგიყვეთ საბაზისო პირველადი დახმარების ჩანთაში რა ატრიბუტები უნდა გქონდეთ, რათა შეძლოთ პირველადი დახმარების გაწევა და ისეთი манипуляციის ჩატარება, რაც ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს მიუხედავად მისი პროფესიული კვალიფიკაციისა. რაც შეეხება ჩემი პირველადი დახმარების ჩანთას და მის შიგთავს, რა მიდევს შიგნით, რა ატრიბუტები და რა დანიშნულება აქვს ამ ყველაფერს. თუ ამ ვიდეოში საკმარისი ინტერესი იქნება და ეს ვიდეო დააგროვებს 2000 ლაიქს, მაშინ გადავიღებ ცალკე ვიდეოს ჩემი პირველადი დახმარების ჩანთაზე და იმ აღჭურვილობაზე, რაც ყოველდღიურად დამაქვს მანქანით ან თან თუნდაც რუგზაკში. ახლა კი უმნიშვნელოვანესი და უმაგრესი სიახლე უნდა გითხრათ კონკრეტულად იმ ადამიანებს, რომლებიც მოხვდებიან ჩემი პირველადი დახმარების კურსზე, სრულიად უსასყიდლოდ პირადად ჩემგან საჩუქრად გადაეცემათ საბაზისო პირველადი დახმარების ჩანთები, სადაც იქნება ის საბაზისო ატრიბუტიკა, რაც ადამიანმა უნდა გამოიყენოს პირველადი დახმარების გაწევის დროს. ასე რომ როგორც გითხარით, იაქტიურეთ, გამოიწერეთ ჩემი არხები და დააკომენტარეთ #პირველადი დახმარება, რათა მოხვდეთ ამ კურსზე. ეხლა კი გადავიდეთ დღევანდელ თემაზე, რა უნდა გვედოს საბაზისოდ პირველადი დახმარების ჩანთაში. პირველი არის ერთჯერადი არასტერილური ხილთათმანები. ეს ჩვენი უსაფრთხოებისა და ჰიგიენისთვის. როგორც პირველადი დახმარების ალგორითმშია პირველ ადგილას ჩვენი უსაფრთხოება, ანუ იმ ადამიანის უსაფრთხოება, რომელიც დაშავებულს უწევს დახმარებას, ასევე ჩვენს ეკიპირებაში უნდა ეკავოს მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენს უსაფრთხოებას, რადგან ხშირად ასეთ გადაუდებელ მდგომარეობებში ადამიანებს უწევთ ორგანულ სითხეებთან კონტაქტი, როგორც არის მაგალითად სისხლი, რომელიც ასევე პოტენციურად ინფექციური სითხეა და ამით შეიძლება სხვადასხვა დაავადებები ადამიანებს შორის გავრცელდეს. შესაბამისად, ამ დროს უმნიშვნელოვანესია საკუთარი თავის უსაფრთხოებაზე ფიქრი. შემდეგი მნიშვნელოვანი ატრიბუტი არის მაკრატელი, რომელიც ყველას მოგვეპოვება და გადაუდებელ მდგომარეობაში მაკრატელი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, განსაკუთრებით პირველადი დათვალიერების დროს, როდესაც უნდა მოხდეს ადამიანის სხეულის ზედაპირული დათვალიერება და მაკრატელი ამ დროს საშუალებას გვაძლევს, რომ კონკრეტული სამიზნე დაზიანება, რაც შეიძლება მალე გავანთავისუფლოთ ქსოვილისგან და ტანსაცმელისგან, ვიწრო ტანსაცმელი და სხვადასხვა ქსოვილები, რომელიც კონკრეტულად კიდურების ან ადგილების კომპრესიას ახორციელებენ, მოვაცილოთ და გავაგრძელოთ დახმარება. შემდეგი არის სტერილური კომპრესები. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, სუფთა მიკრობული ნაწილაკებისგან თავისუფალი ქსოვილი, რომელიც დაგვეხმარება სხვადასხვა ჭრილობებისა თუ სისხლდენების კონტროლში. წარმოიდგინეთ, ღია სისხლდენის ან მოტეხილობის დროს ჩვენი სხეული ყველანაირი დამცავი ბარიერის გარეშე, ანუ კანის და კანქვეშო ქსოვილის გარეშე პირდაპირ შეხებაში მოდის გარე სამყაროსთან და იმ უამრავ მიკრობთან და ბაქტერიასთან, რაც ამ გარე სამყაროში ცხოვრობს. შესაბამისად, მსგავსი სტერილური კომპრესები საშუალებას გვაძლევს, რაც შეიძლება შევამციროთ დამატებით დამუშავების დროს ჩვენი ბაქტერიების და სხვადასხვა მიკრობების შეტანა. ახლა მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრათ. სადეზინფექციო ხსნარი საბაზისო პირველადი დახმარების ჩანთას ეკუთვნის, თუმცა მსგავსი სადეზინფექციო ხსნარები ან პეროქსიდები არ უნდა გამოვიყენოთ უშუალოდ ჭრილობის გასასუფთავებლად. ამ ყველაფრის შესასრულებლად ერთადერთი, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, არის ფიზიოლოგიური ხსნარი. და ამ ყველაფერს აგიხსნით დადასტურებულად, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, მექანიკურად დაბინძურებული ჭრილობის გამორეცხვა და გასუფთავება მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა ამ შემთხვევაში ისეთი ხსნარის გამოყენება, როგორც მაგალითად პეროქსიდია, გარდა ბაქტერიების განადგურებისა, ასევე აზიანებს უჯრედებს, რომელიც ამ ჭრილობის შეხორცებაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. მაგალითად, როგორებიც არიან ფიბრობლასტები ან კერატინოციდები. ეს კვლევით დადასტურებულია, რომ პეროქსიდის ეს მსგანგავი ფუნქცია ამ მნიშვნელოვან უჯრედებზე დამაზიანებლად მოქმედებს. შესაბამისად, ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული ავტომატურად არ ნიშნავს ჩვენთვის სასარგებლოს. მსგავსი ანტისეპტიკური ხსნარების გამოყენება შეიძლება მხოლოდ დაუზიანებელ კანზე, მაგალითად ჭრილობის გარშემო, რათა იქიდან ჭრილობაში დამატებით მიკრობების მოხვედრა გამოურიცხოთ. სხვა შემთხვევაში, როგორც გითხარით, პირველად დახმარების სიტუაციაში 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი
ანუ ფიზიოლოგიური ხსნარი არის ოპტიმალური ვარიანტი. ამით უკვე მივედით შემდეგზე. ფიზიოლოგიური ხსნარი. როგორც გითხარით, ჭრილობების დამუშავების განუყოფელი ნაწილია. შემდეგი დარწმუნებული ვარ, ვინც ჩემს ვიდეოებს უყურებთ, გეცოდინებათ, ეს არის სახის ფარი. ეს არის ჰიგიენური საშუალება იმისთვის, რომ გულფილტვის რეანიმაციის დროს, როდესაც ორი ადამიანი ასრულებს ამ ყველაფერს, მეორე ადამიანმა შეძლოს და პაციენტი 30 კომპრესიის შემდეგ ორჯერ ასუნთქოს. და ეს ყველაფერი პირით პირში ამ სახის ფარის გავლით, რომელიც თავისი ფილტრის დახმარებით ქმნის, ასე ვთქვათ, ბარიერს იმ მიკრობებისა და ბაქტერიებისთვის, რომელიც შეიძლება დაშავებული ადამიანის გავლით ჩვენში მოხვდეს. შესაბამისად, ამას მართლა ყველას გირჩევთ, რომ თუნდაც როგორც აქსესუარი მანქანის ან სახლის გასაღებზე გქონდეთ. შემდეგი არის ელასტიური სახვევი. იდეალურ შემთხვევაში ისეთი, რომელიც თან ელასტიურია და თან თვითფიქსირებადია, თუმცა სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი მარლის ქსოვილიც, რომლითაც შეგვიძლია გადავახვიოთ ჩვენი ნახვევი, ისიც საკმარისია. ეს ყველაფერი აუცილებელია მაგალითად დამწოლი ნახვევის შესასრულებლად, როდესაც აქტიური სისხლდენაა და გვჭირდება რომ კონკრეტულ ადგილას დამწოლი ნახვევი შევასრულოთ, ამ მარლის ქსოვილით შეგვიძლია ჩვენ ეს დამწოლი ნახვევი დავაფიქსიროთ და ადამიანის ტრანსპორტირებამდე, ან უშუალოდ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის გამოჩენამდე გარკვეულწილად ვაკონტროლოთ ეს სისხლდენა. სადაც უკვე სისხლდენაზე მივედით, აქვე უნდა ვახსენოთ უმნიშვნელოვანესი კონკრეტულად ტურნიკეტი. ტურნიკეტი იმ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ, თუ მისი გამოყენება ვიცით და თუ იმდენად აქტიური სისხლდენაა, მაგალითად კიდურიდან, რომ სხვა ვერც ერთი საშუალებით ვერ ვაჩერებთ. ასევე მნიშვნელოვანია მისი გამოყენებისას დრო ჩავინიშნოთ და როდესაც პროფესიონალები გამოჩნდებიან, აუცილებლად ვუთხრათ ეს დრო, რა დროის განმავლობაშია უკვე დადებული ტურნიკეტი. თუ უკვე დავადებთ ტურნიკეტს, ჩვენით არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოუშვათ ის ისევ, იმიტომ რომ კრიტიკული სისხლდენის განახლების შანსი დიდია. ეს ყველაფერი უნდა გადავაბაროთ უკვე პროფესიონალებს და მათ უნდა გადაწყვიტონ შემდეგ როგორ მოიქცევიან ამ შემთხვევაში. შემდეგი ატრიბუტი არის პატარა სანათი, რომლითაც შეძლებთ მაგალითად ადამიანის ცხვირის, პირის ღრუს და სასუნთქი გზების დათვალიერებას, იმ შემთხვევაში, როდესაც მაგალითად ეჭვი გვაქვს, რომ ადამიანი ამ სასუნთქი გზების პრობლემის გამო არის კრიტიკულ მდგომარეობაში. ან თუნდაც მარტივად რომ ვთქვათ, სიბნელეში და გაუნათებელ გარემოში შეძლებთ რომ ორიენტირდეთ და ისე დაეხმაროთ ადამიანს. შემდეგი ატრიბუტი არ არის აუცილებელი, თუმცა სასურველია და ეს არის პინცეტი. ის დაგეხმარებათ მაგალითად ზედაპირული უცხო სხეულების, იქნება ეს მინის ნატეხები, ხის ნაწილები თუ სხვადასხვა ასე ვთქვათ ჭრილობაში ჩარჩენილი უცხო სხეულები, თუმცა აქ ხაზი უნდა გაუსვა მხოლოდ ზედაპირულ და ისეთ უცხო სხეულებს, რომელსაც ხედავთ რომ უბრალოდ ჭრილობაშია მოთავსებული, თუმცა მისი ორივე ბოლოს ვიზუალიზება შეგიძლიათ. ისეთი უცხო სხეულები, რომელიც მაგალითად სხეულშია ჩარჩენილი და მის მეორე ბოლოს ვერ ხედავთ, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გავამოძრაოთ, მით უმეტეს არ უნდა მოვაცილოთ რა თქმა უნდა სხეულს. ამის მიზეზი უმარტივესია და ამას ახლა ვიდეოზეც ხედავთ, უცხო სხეული, რომელიც მოთავსდება ორგანიზმში და პირობითად დააზიანებს რომელიმე სისხლძარღვს, ის პარალელურად ამ სისხლძარღვს უკეთებს კომპრესიას და აქტიურ სისხლდენას თვითონ აჩერებს. თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ამ უცხო სხეულს მოვაცილებთ, ეს აქტიური სისხლდენა იწყება და მისი გაჩერება შემდეგ შეუძლებელი ხდება. შესაბამისად, დაიმახსოვრეთ, ნებისმიერი სახის უცხო სხეული, იქნება ეს როგორც გითხარით, ჩუშა, დანა, ხე თუ სხვა უცხო სხეული, რომელიც სხეულშია მოთავსებული, არც ერთ შემთხვევაში დამოუკიდებლად არ უნდა გავამოძრაოთ და პოზიცია არ უნდა შევცვალოთ. და ბოლოს, ასევე სასურველია, თუმცა აუცილებელი არ არის სამკუთხა სახვევი. ამ სამკუთხა სახვევით შეიძლება მარტივად მაგალითად ზედა კიდურების მოტეხილობების დაფიქსირება, რაც პარალელურად ადამიანს ტკივილსაც შეუმსუბუქებს და მოტეხილობის პროგნოზისთვისაც მის იმობილიზაციას განახორციელებს და ასე ვთქვათ, დაგვეხმარება ამ მდგომარეობის სტაბილიზებაში. დანარჩენი კი, რაც ამ საბაზისო პირველადი დახმარების ატრიბუტიკას ცდება, როგორც გითხარით, უკვე მოთავსებულია ჩემი პირველადი დახმარების ჩანთაში და როგორც კი ეს ვიდეო ავა 2000 ლაიქზე, მაშინვე გადავიღებ კონკრეტულად აი ამ ჩანთის განხილვის ვიდეოს და მოგიყვებით ყოველდღიურად რა დამაქვს ჩემი მანქანით იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება პირველადი დახმარების გაწევა. მოკლედ დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო, მეგობრებო. ფიქრობ რომ საინტერესო გამოვიდა, დააკომენტარეთ თქვენ რას ფიქრობთ და დაწერეთ გაინტერესებთ თუ არა რა დევს ჩემს პირველადი დახმარების ჩანთაში. ჩვენ კი შევხვდებით ერთმანეთს შემდეგ ვიდეოში.